ქობულეთის გამგეობაში ბოლო პერიოდში საკადრო ცვლილებების შედეგად 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ ახალი კადრების შერჩევისას სანდოობითა და თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ გამოჩენილი აქტიურობით იხელმძღვანელა. გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი გელა გოგიტიძე და IP კულტურის ცენტრის დირექტორი სოფო მოწყობილი იმ 12 რჩეულს შორისაა, რომლებსაც წინა საარჩევნოდ გამოჩენილი ერთგულების სანაცვლოდ დასაქმება ხვდათ წილად. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი გამგეობაში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას ქართული ოცნების წარმომადგენელთა ახლობლების დასაქმების პროგრამას უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი თანამდებობებზე არაკომპეტენტურ პირებს ნიშნავს. მათ ადგილას დაინიშნა მე ვიტყოდი არაკომპეტენტური შერჩეული იქნა პირები, რომლებიც იყო მათ გუნდთან დაახლოებული. ეხლა ხას კულტურის განყოფილების IP-ის ხელმძღვანელი იქნა გათავისუფლებული ნაირავასაძე და მის ნაცვლად დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრის წარმომადგენელი. ჩვენთვის ამდენად ცნობილია მანამდე არსად არ უმუშავია. სოფოს აქვს ის ორგანიზების ნიჭი, რაც დავინახე მარჩევნების დროს, მედგა გვერდში, კი გენეც ვარ. თანამდებობაზე დანიშნეს. ადმინისტრაციის უფროსი არის გელა გოგიტიძე, რომელიც ასე რომ ვთქვათ, თენდებოდა და ღამდებოდა ერთად ვიყავით არჩევნების დროს, დიდი ხანია ვიცნობ ამ პიროვნებას.